საგამოძიებო კომისია, რომელიც პარლამენტში შეიქმნა. აი სკოლაში რა მოცანაა, რომ ბავშვებს ვასწავლოთ წერა-კითხვა, ხო? ანუ წერა-კითხვა რატო უნდა ვასწავლოთ? რა შინაარსია, რომ აზრი გამოიტანოთ, ხო? მნიშვნელობა აქვს, ანუ სიტყვებს მნიშვნელობა აქვს, წესებს მნიშვნელობა აქვს. კონსტიტუციაში გვიწერია, აი ხო რასაც წულუკიანი აკეთებს, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა შეუძლია ოპოზიციას. ანუ ოპოზიცია უმრავლესობაში უნდა იყოს ამ კომისიაში. შინაარსი ამისი მდგომარეობს იმაში, რომ საგამოძიებო კომისია იკვლევს ისეთ საკითხებს, რომელსაც პოლიტიკური მიზეზების გამო არ იკვლევს ხელისუფლება. იმიტომ რომ თუ ხელისუფლებას რამის გარკვევა უნდა, მას ყავს ეს ყველა ორგანო, სამართალდამცავი დაწყებული პოლიციიდან, სუსი, პროკურატურა, სასამართლო, რომელსაც ნებისმიერი საკითხის კანონიერად გამოძიება შეუძლია. და ამისათვის არ არის საჭირო, რომ პარლამენტარები, რომლებიც ამ საქმეებში კომპეტენტურები არ არიან, მოაცდინონ. ანუ ისეთი საკითხი უნდა იყოს, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე ეჭვი აქვს ოპოზიციას, რომ ხელისუფლება თვითონ არ იკვლევს ამ საკითხებს და ამიტომ მას უნდა რომ ეს საკითხები გამოიკვლევს და ამისთვის არის რომ საგამოძიებო კომისიას აკეთებს. ხო და ამ პარლამენტში რომელიც თავისი შინაარსით ერთპარტიულია და ზოგადად ოპოზიცია არ არსებობს, ხო? ანუ ეს არის მთავარი ამბის მიზეზი, მხოლოდ უმრავლესობა იკვლევს რაღაც ოპოზიციის რაღაც ყოფილ დანაშაულებს, რომელიც 12 წლის განმავლობაში რაც ის ხელისუფლებაში იყო, ნებისმიერი ფორმით მისი, ასე ვთქვათ, ოფიციალური ორგანოების გამოყენებით შეეძლო, ნებისმიერი საკითხი გამოეკვლია და მათ შორის გამოკვლეულიც აქვს ძალიან ბევრი წინა ხელისუფლების წარმომადგენელი ციხეში იჯდა და დღემდე ზის, აგერ მიხეილ სააკაშვილის ჩათვლით, ხო? და იდეაში აი ის საკითხები, რომელიც ახლა კომისიაზე ირჩევა, რამდენადაც მე მახსოვს არც ერთი წინა ხელისუფლების ან ნაციონალური მოძრაობის მაღალჩინოსნის მიმართ, როგორც დანაშაული ინკრიმინირებული არ ყოფილა. ანუ ზოგი კოსტუმებზე გაასამართლეს, ზოგი რაღაც სხვადასხვა დანაშაულებზე გაასამართლეს, მაგრამ აი ომიო საქართველოს თუ ომი ვინ დაიწყო და ომთან მიმართებაში ვინ რა დანაშაული ჩაიდინა, ჩემი აზრით არავისთან თუ მეშლება აგერ გამისწორეთ ვინმე, მაგრამ მე არ მახსოვს, რომ რომელიმე ნაციონალური მოძრაობის მაღალჩინოსნისთვის ეს ბრალდება წაეყენებინა. და ამის შემდეგ იდეაში არის შემდგომი ნაბიჯი არის, რომ თუ ამ კომისიამო ესო დაადგინაო, მეერეო მიმართავთო იმას საკონსტიტუციო სასამართლოსო, რომ პოლიტიკური პარტიაო, ანუ ნაციონალური მოძრაობა და კიდე რაღაცა სხვა პარტიებო აკრძალოსო. ხო და მე არ ვიცი ეს ქვეყანა, რომელიც აი ასეთ იმაშია, რომ არც საკუთარ დაწერილ, ანუ კობახიძის დაწერილ კონსტიტუციას პატივს არცემს, ანუ არამნაირ დაწერილს მნიშვნელობა არ აქვს. და შეიძლება რომ აი ანტიკონსტიტუციური კომისია მუშაობდეს საქართველოს პარლამენტში, რომელიც აი სიტყვასიტყვით ეწინააღმდეგება იმ პირობებს, რომელი პირობებითაც შეიძლება პარლამენტში იქმნებოდეს საგამოძიებო კომისია და შემდგომ ამ კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე როგორ მიმდინარეობს, მე მგონი შეიძლება მე ყველაზე ნაკლებად ვაკვირდები, მაგრამ რასაც Facebook-ზე ან სადღაც ვუყურებ ესე იმათ რა ქვია, თვალის გადავლებით, ანუ ამ კომისიამ გამოიწვია და ამ კომისიის მუშაობამ გამოიწვია ახლიდან ადამიანების გაღიზიანება, ანუ რეალურად გამოდის, რომ აი რა ვიცი, ქოცები ცდილობენ, რომ მუდმივი დაძაბულობა გქონდეს საზოგადოებაში. აი მუდმივი დაძაბულობა და თან გავაუქმოთ პარტიაო. გეგონება პარტიები გქონდეს ამ ქვეყანაში. აი რას ნიშნავს პარტიის გაუქმება? ანუ ვიღაც ადამიანებს, ჩემი აზრით, ნაციონალური მოძრაობა არის რაღაც პარტია, რომელშიც ვიღაც ადამიანებს არის უყვართ მიშა. და რას ვიძახით, რომ მიშას სიყვარული აღარ შეიძლებაო? ანუ იკრძალება მიშას სიყვარულიო? ანუ აი წარმოვიდგინოთ, რომ რაღაცა პრინციპით გაერთიანებულმა ადამიანებმა რო თქვან, რომ ჩვენ გვინდა პოლიტიკური პარტია ვიყოთო. ეს იცი რას გავს? აი ქურდების ის რო გვაქვს აკრძალული, რომ ქურდული სამყაროს წევრობა არ შეიძლებაო. კაცმა რო თქვას, რომ მე ქურდული სამყაროს წევრი ვარო და რაღაცა და რომ შეიძლება მაგის გამო ამ ქვეყნიდან გააგდო ან დაიჭირო. აი დაახლოებით ხო მაგ პრინციპულად ხო ეგ არის. აი მაგალითად ვინმე შეუძლია თქვას, რომ ნაციონალურ მოძრაობასა და ქართულ ოცნებას შორის
პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებაში არის რამე განსხვავება. აი მაგალითად, აი ნაციონალური მოძრაობის, არ ვიცი, ჯანდაცვის პოლიტიკა ასეთია, ან განათლების პოლიტიკა ასეთია, ნაციონალურ მოძრაობას არ ვიცი, ეს უნდა ამ კონკრეტულ პოლიტიკურ თემასთან მიმართებაში და ქართულ ოცნებას რამე სხვა უნდა. ანუ ესეთი რამე საერთოდ ცნობილია ვინმესთვის? ანუ რა გამოდის, რომ ვიღაცა ადამიანთან ახლობლობა, ან ვიღაცა ადამიანის რაღაც პერსონალური სიყვარული არის დანაშაული? ანუ ის მასში როა რაღაც დისტოპიურ ნოველებში როა მაგალითად რაღაც ფიქრის პოლიცია. ანუ ვიღაცას უნდა დაასკანერო და მიხვდე რომ ამას რაღაცა მიშა უყვარს და ეს არ შეიძლება. მიშას სიყვარული არ შეიძლება, ან ამის სიყვარული არ შეიძლება. აი როგორ აი რა ობიექტური კრიტერიუმი არსებობს იმისათვის რომ ნაციონალური მოძრაობა ან ნებისმიერი პარტია ანუ აკრძალო. აი უბრალოდ ჩემთვის იმდენად გაუგვებარია რომ მართლა შეგეშინდება ამ ქვეყანაში ცხოვრება. ხო და აი სკოლის იმიდან რომ გადმოვხედოთ მეთქი წაღან რო ვიძახი. ჯერ ერთი არის ბავშვები მასწავლებლებთან რომ მიდიოდნენ და რომ ეკითხებოდნენ რომ ხალხო კაცო ჩვენო წერა-კითხვა ვისწავლეთო, მადლობაო რომ წერა-კითხვა გვასწავლეთო. აგერო კონსტიტუციაშიო ესე წერიაო და ეს კომისიაო რატომ მუშაობსო საერთოდო ამ შემადგენლობით? ეს რო იკითხოს ვინმე, აი ბავშვმა რო იკითხოს, ან მაგალითად აი ამ პოლიტიკოსების შვილებმა რო იკითხონ და თავის მშობლებს რო კითხონ, რომ აი რა აი ესე ამბობენო, წავიკითხეო და რაღაც არ ემთხვევაო და ეს როგორ ხდებაო? როგორ მაინტერესებს რა პასუხს გაცემენ? ან რას ეტყვიან, რომ არა ჩვენ კონსტიტუცია ფეხებზე გვიდიაო, ხო? ანუ თუ კონსტიტუცია ფეხებზე გვიდია, ესე იგი რა უნდა ვაღიაროთ, რომ ესე იგი არაფერს მნიშვნელობა არ აქვს, გარდა ვიღაც ადამიანის, ვისაც ყველაზე მეტი ძალაუფლება აქვს და ну, ცხადია, ვინცეც ვლაპარაკობ ბიძინა ივანიშვილზე, იმას როგორც მოუნდება ისიაო. არაფერს მნიშვნელობა არ აქვს, კონსტიტუციას მნიშვნელობა არ აქვს. ხო და ასეთ ქვეყანაში როგორმე შეიძლება რომ მომავალი ვინმემ შვიდად დაგეგმოს? ან საკუთარი თავის მომავალი, ან საკუთარი შვილების მომავალი. ხო და აი მე მგონი არის რომ აი ეს სიტუაცია რომელშიც ჩვენი საზოგადოება დღეს ვართ მათ შორის აი ამ კომისიის და ზოგადად აი ამ ბოდვის დამსახურებით რომელიც ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში ხდება რომ არ ვიცით ხვალე რა იქნება ალბათ არის ჩვენი ყველაზე როგორ გითხრა ყველა თითოეული ჩვენთაგანის ქოცისაც ნაცისაც რა ვიცი აპოლიტიკურისაც უბრალოდ ეგზისტენციალური საფრთხე რომ ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ და არ შეგვიძლია რეალურად არ შეგვიძლია ხვალინდელი დღე ოდნავ მაინც წარმოვიდგინოთ ყველაფერი ერთი ადამიანის ნებაზეა ჩამოკიდებული ჩვენს გარშემო და ზოგადად სოფლიოში ისეთი პროცესები მიმდინარეობს რომლის პროგნოზირება და სად გაუხოს და სად აფეთქდება და რა მოხდება კაცმა არ იცის და ჩვენ აქ სრულიად ასე ვთქვათ პოლიტიკურად დაუცველი საზოგადოება ვართ იმიტომ რომ ნაცვლად იმის რომ ჩვენ მაინც ვიცოდეთ რა გვინდა და საით მივდივართ ხელოვნურად ვაღვივებთ ერთმანეთის მიმართ შუხს რომ რამენაირად აი მხოლოდ იმ ერთი კაცის გადაწყვეტილების გარდა სხვა გზა არ გქონდეს ანუ რეალურად კონსტიტუცია გავაუქმეთ ხო აი ესე გამოდის წარმოდგენა არა გაქვს გარშემო შენს გარშემო რა მოხდება მინიმუმ ხო ის დაგრჩენია რომ შიგნით სიტუაცია დალაგებული გქონდეს შვიდად იყო ბევრი ადამიანი იყოს მართლა გუწფელად ჩართული ამ სიტუაციის გარკვევაში რომ საკუთარი ინტერესები დავინახოთ აი ამ სოფლიოს გადანაწილების თუ გადალაგების შემთხვევაში სად აღმოჩნდებით და ამისთვის არავის არ ცალია. იმიტომ რომ ერთმანეთი ყავს აქ დასაჭერ, გასატყებ, რა ვიცი, დასახოცი.